პატარა მაიმუნი პანჩი იაპონიიდან მთელ მსოფლიოში ვარსკვლავად იქცა. მიზეზი კი მისი განუყრელი სათამაშო. ორანგუტანის ფორმის ფუმფულა თოჯინაა, რომელსაც ყველგან თან დაატარებს. პანჩი, რომელიც პატარა იაპონური მაკაკაა, იტიკავის ზოოპარკის ბინადარია. ზოოპარკმა მისი ფოტო 5 თებერვალს გამოაქვეყნა. მას შემდეგ გაავრცელა უამრავი ვიდეოკადრი, რომლებშიც ჩანს, როგორ დადის პანჩი სათამაშოსთან ერთად ჩახუტებული. ზოოპარკის ინფორმაციით პანჩი 26 ივლისს დაიბადა, თუმცა დედამ მალევე მიატოვა. ის მომვლელებმა გამოზარდეს. წლის დასაწყისში პანჩი მაიმუნების საერთო ვოლიერში გადაიყვანეს. სათამაშო კი დასამშვიდებლად მისცეს. სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სხვა მაიმუნები პანჩს თავიდან იშორებენ ან ცუდად ებყრობიან. ზოოპარკი ამ ამბავს არ მალავს. პირიქით, რეგულარულად ავრცელებს განახლებულ ვიდეოს და განმარტავს, რომ ეს ბუნებრივი ეტაპია. ზოოპარკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პანჩის ინტეგრაცია სხვა მაკაკების ჯგუფში გარკვეულ პრობლემასთანაა დაკავშირებული, თუმცა პატარა მაიმუნი გამძლეობასა და ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს ავლენს. ადმინისტრაცია საზოგადოებას სთხოვს, პანჩი კი არ შეიცოდონ, არამედ მხარი დაუჭირონ მის ძალისხმევას. ბოლო ვიდეოებში ჩანს, რომ პანჩი სულ უფრო მეტ დროს ატარებს სხვა მაიმუნებთან. მათ ზურგს უარცხნის და მათგანაც იღებს მზრუნველობას. ეს ნიშანია, რომ პატარა გმირი ნელ-ნელა პოულობს თავის ადგილს. პატარა მაიმუნის ისტორია დღეს ბევრისთვის არამხოლოდ საყვარელი სანახაობა, არამედ შეხსენება, რომ სითბოს, მოთმინებისა და მხარდაჭერის გამოვლენა ყველაზე რთულ გარემოშიც კი შედეგის მომტანია.